2026 წლიდან საქართველოში ქალებისთვის და კაცებისთვის 10-დან 45 წლის ჩათვლით პაპილომავირუსზე ვაქცინაცია გახდა სრულიად უფასო. რაც არის არაჩვეულებრივი ამბავი, იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს პაპილომავირუსმა და რისგან შეიძლება ზოგადად თავი დავიცვათ. ამ სიახლიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას და მოვახდინოთ ასე ვთქვათ პრევენცია იმ დაავადებების, არც თუ ისე სასურველი დაავადებების, მოდი ვისაუბროთ, რა არის ეს პაპილომავირუსი, როგორ შეიძლება გავრცელდეს, რა შეიძლება გამოიწვიოს ცალკე ქალებში, ცალკე კაცებში და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ყველაფერი არ დაგვემართოს. პაპილომავირუსების ძალიან დიდი ოჯახი არსებობს. და სხვადასხვა სახეობებს ყველას თავისი პაპილომა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ადამიანების პაპილომავირუსზე. ხო, აქ ძალიან პატარა შენიშვნა, რომ სახეობათა შორის გადადება არ მაგალითად ძაღლს როდესაც პაპილომა აქვს, ძაღლის პატრონს შეუძლია არ ეშინოდეს, იმიტომ რომ ეგ სახეობა არ გადადის ადამიანებზე. იმიტომ რომ ჩვენი გვაქვს საკმარისად დიდი რაოდენობის შტამები გააჩნია ადამიანის პაპილომავირუსს, შესაბამისად აი ეს უბრალოდ რო გვახსოვდეს, რომ სახეობათა შორის გადადება არ დაფიქსირებულა და არ ხდება. ადამიანის პაპილომავირუსების ოჯახში ამ მონაცემებით რაც არის აღმოჩენილი და მისი გენომი გაშიფრული ასე ვთქვათ, არის 150-ზე მეტი სახეობა და უკვე არსებობს დამატებითი ვარიანტები, ასე ვთქვათ, რომლების ასე გაშიფრვა ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ესეთი პოტენციალი არსებობს ამ ოჯახში ძალიან დიდი. აქედან რა თქმა უნდა, ყველა მათგანი არ არის საშიში და ყველა მათგანი არ იწვევს დაზიანებას ქსოვილოვანს. ძალიან ესე რომ ვთქვათ, ზოგადად, სადღაც 30-35 სახეობამდე არსებობს, რომელსაც შეუძლია რომ ზიანი გამოიწვიოს. ამ ზიანიდან კიდე არის, უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან, არის ზიანი, რომელიც ასე ვთქვათ, კეთილთვისებიანი არის და არც ისე საშიში, თუმცა შემაწუხებელი მაინც არის და არის ის სახეობები, რომელსაც ეძახიან high risk, ანუ მაღალი რისკის შემცველობის სახეობები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნური, რომელსაც გააჩნია პოტენციალი, რომ ორგანიზმში გამოიწვიოს სიმსივნური გადაგვარება. მაგალითად მე-6-მე-11 შტამებს რო ეძახიან და რომელიც შედის ვაქცინაში, იქნება ეს გარდაზილ 4-ანი თუ გარდაზილ 9, 6 და 11 იწვევენ მხოლოდ პაპილომებს რო ეძახიან, კანზე, წანაზარდებს, ასევე მეჭეჭი შეიძლება გამოიწვიოს. ხოლო დანარჩენი რა უბრალოდ ისინი, რომლებიც შედიან high risk, მაღალი რისკის შემცველი პაპილომების ჯგუფში, მათ აქვთ უნარი, რომ ქსოვილები გადააგვარონ ისე, რომ საბოლოო ჯამში სიმსივნე ჩამოყალიბდეს. აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ პაპილომას ქონა ორგანიზმში არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სიმსივნე დაგემართებათ და ეს ხშირად მოუწერიათ ჩემთვის პანიკით, რომ ვაიმე და მიდასტურდა სკრინინგის შედეგად და ეხლა რა მეშველება. პაპილომას დადასტურება არ ნიშნავს სიმსივნის დიაგნოზს და არც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სიმსივნეს ჩამოაყალიბებს. თავიდან ვისაუბროთ, როგორ შეიძლება გავრცელდეს. სამწუხაროდ ძალიან მარტივად გავრცელებადი ვირუსი არის, იმიტომ რომ კანიდან კანთან შეხების დროსაც კი შეიძლება გავრცელდეს და არ არის აუცილებელი, რომ ადამიანის ანუ სხეულის სითხეების გაცვლა მოხდეს ადამიანებს შორის. ანუ skin to skin კონტაქტს რასაც ეძახიან და აქედან გამომდინარე, თუ კი კანი არის დაზიანებული, ამ შემთხვევაში და ეს მიკროტრაუმებით, რომელსაც ჩვენ საერთოდ შეიძლება ვერ აღვიქვამდეთ, აქედან გამომდინარე, ზუსტად მაქედან შეაღწიოს პაპილომა, როდესაც გვქონდა დაინფიცირებულ ადამიანთან შეხება. ძირითადად ერთ-ერთი ანუ მას მიაკუთვნებენ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე ხშირად მაგზით, ანუ სქესობრივი აქტის შედეგად ვრცელდება. რატომ ვრცელდება? იმიტომ რომ ასევე არსებობს გენიტალური პაპილომა ვირუსების ცალკე ჯგუფი, რომლებიც შედის ზუსტად ამ ვაქცინაში და შესაბამისად, იმიტომ ეძახიან სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას, რომ ყველაზე ხშირად გენიტალურ არეებში გვხვდება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მარტო ინტერკურსის დროს კი არ შეიძლება რომ გადაედოს ადამიანიდან ადამიანს, არამედ ხელის შეხებითაც შესაძლებელია რომ გადაედოს. აქედან გამომდინარე, ძირითადი არეები, რომელთაც ავადდება ჩვენი ორგანიზმი, ეს არის გენიტალური არეები, ასევე ორალური სივრცე, სასახახა, ანალური, ვაგინალური არეები.
და ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ არ არის აუცილებელი რომ მოხდეს ინტერკურსი, არამედ ხელის შეხებითაც შეიძლება რომ გადმოვიტანოთ ერთი სხეულიდან მეორე სხეულზე. ქალებისა და კაცების შემთხვევაში რა ტიპის დაზიანებებს იწვევს? ჩვენი ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, საერთო გვაქვს ის, რომ ორალურ არეში ორივე სქესი შეიძლება დაინფიცირდეს, ანალურ არეებშიც ასევე ორივე სქესი შეიძლება დაინფიცირდეს, ხოლო განმასხვავებელი ისე, რომ ქალების შემთხვევაში საშუალო წყლის სიმსივნის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გამოიწვევს და კაცების შემთხვევაში პენისის თავის სიმსივნური გადაგვარება, ქსოვილის სიმსივნური გადაგვარება შეიძლება გამოიწვიოს. რითი შეგვიძლია, რომ ეს თავიდან ავირიდოთ? პირველ რიგში შეგვიძლია იმით, რომ არსებობს სკრინინგ პროგრამები, განსაკუთრებით ქალებისთვის, 21 წლის ასაკიდან საქართველოშიც არის ეს სკრინინგ პროგრამა და 21 წლის ასაკიდან რუტინულად შეგვიძლია რომ შევამოწმოთ ხოლმე, ესეც დაფინანსებული არის სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისად პროგრამაში ჯდები, იქ უფასოდ გიტარდება პაპ ტესტი, რომელიც არ ნიშნავს პაპილომაზე შემოწმებას, უბრალოდ მეცნიერი, რომელმაც ეს ტესტი მოიგონა პაპა ნიკოლაუ ერქვა და შესაბამისად აი ესე უფეთურად დაემთხვა ერთმანეთს და ადამიანები მარტივად ურევენ, ეს იკვლევს საშულოსნოს ყელის, ქსოვილის უჯრედული კვლევა არის ეგ, ციტოლოგიური კვლევა არის და შესაბამისად რაიმე ტიპის დაზიანება ხო არ არის გამოწვეული, მაგას აფასებს. მდგომარეობა ხო არ არის დაზიანებული. რაც პაპილომასთან იმიტომ დაიმეჩა ესე დაკავშირდა, რომ ყველაზე ხშირად საშუალო წყლის დაზიანებას იწვევს პაპილომავირუსი. ამ სკრინინგ პროგრამაში ესე იგი შედის ერთი პაპ ტესტი და მეორე HPV გენოტიპირება, ანუ ადამიანის პაპილომავირუსის გენოტიპირება. შემდეგ თუ კი ვთქვათ ადამიანს უდასტურდება, იქ შესაბამისი გაიდლაინები არის, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეემოწმოს, უნდა დაემატოს თუ არა კოლპოსკოპია, უნდა დაემატოს თუ არა ბიოპსია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი პროგრამაში ჩართვის შემდეგ არის უფასო და ქალები აუცილებლად უნდა ჩაერთოთ 21 წლის ასაკიდან, როდესაც ეს სერვისი ესეთი ხელმისაწვდომია ჩვენთან ქვეყანაში. რაც შეეხება კაცებს, ესეთი რუტინული კვლევები და სკრინინგ პროგრამები არ გვაქვს. კაცებს ზოგადად ეძახიან ჩუმ მატარებლებს, ზუსტად ამიტომ, რომ სიმპტომები მათ თითქმის არ უვითარდებათ და თუ კი უვითარდებათ, ეგ არის უკვე სიმსივნურ ეტაპზე. ამიტომ ძალიან მარტივად არიან, არც იციან რომ აქვთ და შესაბამისად არიან ჩუმი მატარებლები და მათ პარტნიორებს გადასცემენ იქნებიან ეს ქალები თუ კაცები. სწორედ ამიტომაც არის ვაქცინას საუკეთესო დაცვა, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანი არის აცრილი, მაგ შემთხვევაში მის ორგანიზმში თუ კი შემხებლობა ექნება პაპილომავირუსთან, მისი ორგანიზმი უმარტივესად იშორებს ამ ვირუს თავიდან, შესაბამისად არც დაინფიცირება ხდება და არც გადამდები არის შემდეგ ეს ადამიანი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ კაცების მხრიდან ამ ვაქცინის გაკეთება იმის გარდა, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის, ასევე არის სხვა ადამიანებზე ზრუნვა და არის ერთ-ერთი ჰუმანური აქტი, ასე ვიტყოდი. მით უმეტეს, რომ უფასოდ არის უკვე შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში. ხო, როდის ეს კითხვაც არის ხოლმე ძალიან ხშირად, როდის არის ადამიანი გადამდები? ნებისმიერ მომენტში, როდესაც მას ორგანიზმში აქვს პაპილომავირუსი, ის არის გადამდები. ის შესაძლებელია, რომ გამოვლენილი არ იყოს, მაგალითად მეჭეჭების სახით, ხო, გენიტალურ არეებში არ აქვს ადამიანს მეჭეჭები და წარმოდგენა არ აქვს, რომ ვირუსის მატარებელია, მაგრამ ინტერკურსის შემთხვევაში ის ჩვეულებრივად დაინფიცირებს თავის პარტნიორს. ანუ მანამ სანამ ორგანიზმში არის პაპილომავირუსი, ეს ადამიანი არის გადამდები. რამდენი ხანი შეიძლება ორგანიზმში დარჩეს პაპილომავირუსი? როგორც ესეთი პაპილომას სამკურნალო პრეპარატი სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციას მივმართოთ. მაგრამ თუ კი ადამიანს იმუნიტეტი აქვს ესეთი მყარი და ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრობს, მაგ მომენტში შეიძლება რომ ვირუსი განდევნოს ორგანიზმიდან თვითონ ორგანიზმმა დაახლოებით 12-18 თვიდან 2 წლამდე. მაგრამ თუ კი დაინფიცირდა, რაღაცა 1 წლის განმავლობაში ნამდვილად გადამდებია ყველასთვის, ვისთანაც ექნება კონტაქტი, სექსუალური ტიპის კონტაქტი. სხვა რა. კიდევ, ხო, დოზირებაზე სვამენ ხოლმე, რომ რატო არის მაგალითად, როდესაც ადამიანი ბავშვები იცრებიან და კიდევ კარგი რომ ჩვენთან უკვე გეგმიურ აცრებში ჩაემატა, რამდენიმე წელია უკვე და 15 წლამდე გაიდლაინის მიხედვით კეთდება 2 დოზა 6 თვიანი შუალედით. 15 წელს ზემოთ კეთდება 3 დოზა
და განრიგი არის ესეთი 0-2-6 თვეები, ანუ პირველი დოზიდან მეორე დოზა გაკეთდება 2 თვეში, ხოლო პირველი დოზიდან მე-6 თვეს, ანუ მეორე დოზიდან 4 თვეში გაკეთდება მესამე დოზა. და შემდეგ უკვე ხართ სრულად დაცული. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ვაქცინები, ჩვენთან ჯერ კეთდებოდა 4 ვალენტიანი და ეხლა უკვე არის 9 ვალენტიანი მისაწვდომი, გარდაზილი და ეს არის ზუსტად იგივე პრეპარატი, რაც გაგიკეთდებათ ევროპაში, რაც გაგიკეთდებათ ამერიკაში, განვითარებულ ქვეყნებში ზოგადად. ამიტომ ის რაღაცნაირი ტიპის ჭორი რო არსებობს, რომ გარდაზილ ცხრით ჯობია აიცრა საფრანგეთში მაგალითად. იგივე წამალი გვაქვს ჩვენც. აქედან გამომდინარე, მაგაზე არ იყო ყმანდათ. მით უმეტეს, რომ საფრანგეთში საკმაოდ ძვირი დაჯდება ეგ სიამოვნება, რომ სრულად აიცრათ. ხო, ეს ვაქცინები მასში შედის რა თქმა უნდა, ხა ყველა ტიპს ვერ შეიყვანდნენ, უпростоრად ნაკვლევი არის, რომელიც არის ყველაზე ხშირად, რომელიც ცირკულირებს პოპულაციაში. აქედან გამომდინარე, 6-11 შედის, რომელიც არის კეთილები, რომლებიც იწვევენ ძირითადად მხოლოდ მეჭეჭებს ან პაპილომებს, რასაც ვეძახით, კანზე წანაზარდებს, ხოლო დანარჩენი 16-18 განსაკუთრებით ყველაზე ხშირად იწვევენ სიმსივნურ გადაგვარებებს ქსოვილების და ეს შედის 4 ვარიანტულ ვაქცინაშიც, გარდაზილ 4-შიც. ხოლო გარდაზილ 9-ში 6-11 და 16-18-ის გარდა კიდევ შედის 31-33, 45-52, 58. ჯამში 9. ხო, ჯერჯერობით არის 9 ვალენტიანი, რაც არის ჩვენთან ხელმისაწვდომი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის პაპილომა არ დაგემართებათ. ხო, მაგაზეც, რომ ანუ აცრილი ვარ და დამემართება თუ არა, გადამედება თუ არა, გადადებით, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, კანიდან კანთან შეხების რო შეიძლება გადაგედოთ, მაგრამ დაინფიცირებას არ გამოიწვევს და თქვენ დაცული ხართ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კიდევ არის ხოლმე ეგეთი კითხვა, თუ კი უკვე მაქვს პაპილომას რომელიმე შტამი, რა აზრი აქვს აცრას? აცრას აქვს აზრი, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შტამებისგან დაგიცავთ. და თუ კი თქვა სიტყვაზე გაქვთ 6-11, რომელიც არის კეთილები, დანარჩენი მაღალი რისკის შემცველი პაპილომებისგან იქნებით დაცული, რაც არ არის ცუდი. ან თუნდაც თქვა სიტყვაზე ხართ მატარებელი, იცით ეს უკვე, რომ 31 შტამის, ან თუნდაც მე-16 შტამის. დანარჩენებისგან იქნებით დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, კიდევ ერთი საკითხია, რომელიც უნდა ვიცოდეთ, გარკვეული მაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრთანაც. ეხლა ოფიციალურად საბუთსაც ველოდები, რომ გამომიგზავნა, მე ესეც გავავრცელოთ, რომ ამ აცრას არ ჭირდება არანაირი კვლევა. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს დაშვება და გაიდლაინი და ეს რა თქმა უნდა კვლევებით არის დადასტურებული, თორე ეს ჰაერიდან არ არის მოსული, რადგანაც იმ შემთხვევაშიც კი ვიცრებით და იმ შემთხვევაშიც კი არის სასარგებლო, რადგან გვიცავს დანარჩენი შტამებისგან, თუ კი ადამიანს აქვს დადასტურებული რომელიმე შტამი და ამ შემთხვევაშიც კი ვიცრებით, არ არის საჭირო, რომ ადამიანი გადამოწმდეს. აქვს თუ არის თუ არა ის მატარებელი. თუ კი არის მატარებელი, გამოიწვია თუ არა დაზიანება და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აიცრათ. და თუ კი რომელიმე კლინიკაში გეუბნებიან, რომ ჯერ კვლევები უნდა ჩაიტაროთ, ჯერ გინეკოლოგს უნდა დაელაპარაკოთ და ასე შემდეგ, უთხარით, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაარეკავთ ახლა და იქიდან გეტყვიან, რომ მხოლოდ პირადობის საფუძველზე და აცრის კაბინეტში იმუნოლოგს დაელაპარაკებით, რომლებიც ძალიან მარტივ შეკითხვებს დაგისვამთ ალერგიულობასთან დაკავშირებით და შემდეგ აუცილებლად აღცრით. გვერდითი ეფექტები ფაქტობრივად ამ ვაქცინას არ აქვს. შეიძლება ოდნავ გეკავებოდა, შეიძლება ძალიან დაბალი ტემპერატურა მოგცეს მეორე ან პირველ ან მეორე დღეს. შეიძლება მკლავის აწევა გაგიჭირდეთ რაღაც რამდენიმე საათის განმავლობაში ან ერთი დღე. ეგ არის ძირითადი გვერდითი ეფექტები, რაც დაფიქსირებულა, რაც ყურადღება მისაქცევი ყოფილა. სხვა შემთხვევაში ამ ვაქცინის სარგებელი არის იმდენად დიდი, რომ ფაქტობრივად არ არსებობს მოცემულობა, რომლის დროსაც არ უნდა აიცრათ. განსაკუთრებით კაცები უნდა აიცრათ, იმიტომ რომ ხართ ჩუმი მატარებლები.